მოგესალმებით. საკმაოდ ვრცელი პაუზის შემდეგ, ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ, მე თქვენ კვლავ დაგიბრუნდით, ახალი ენერგიით, ახალი იმედებით, სურვილებით, მანიფესტაციებით, გნებავთ და არ ქვით ასე და რა თქმა უნდა, ახალი ენერგიით, ახალი გაშლით ინფორმაციით და ესე გადავწყვიტე რამდენიმე წუთის წინ, რომ რადგან თებერვალი მაინც ასოცირდება სიყვარულის თვესთან, 14 თებერვლის გამო, მე მსურს, რომ გაშლა გაკეთდეს დღეს სწორედ აი ამ თემაზე და ეს გაშლა არის ნებისმიერი ადამიანისთვის განურჩევლად იმისა თუ რომელი ზოდიაქოს წარმომადგენელია, როდის არის დაბადებული, ქალბატონია თუ მამაკაცია, განურჩევლად იმისა თუ როდის ნახავთ და როდის მოусმენთ თქვენ ამ გაშლას, ეს გაშლა თუ მისი პირველი წუთებიდან თქვენთან რაიმეს საერთოს ჰპოვებს, რამდენად გამოგეხმიანებათ, შეგეხმიანებათ, ანუ რეზონირდება თქვენ ამ გაშლაში თუ კი დაიჭერთ იმ კონკრეტულ ინფორმაციას, რომელსაც ჩათვლით, რომ საინტერესო იქნება, რომ ბოლომდე მოусმინოთ, აი სწორედ თქვენთვის იქნება ეს გაშლა დღეს 30 იანვარს. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ არ არის აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2026 წელი დამდგარი და თქვენ კიდევ გაქვთ დრო იმისათვის, რომ ჩაიფიქროთ, დაგეგმოთ, გაანალიზოთ და რაღაც ახალი ძალით, ახალი ენერგიით დაიწყოთ ეს წელი. დაწყება საკმაოდ რთულია, საკმაოდ მნიშვნელოვანია, საკმაოდ ესეთი რეზისტენტული ფაზაა, ძალიან ბევრ ადამიანს, სხვათა შორის ჩემი ჩათვლით, ძალიან უჭირს ხოლმე რაღაც ახლის დაწყება, ხო? ძველიდან გასვლა და ახლის დაწყება, თუმცა ალბათ იმისთვისაც მოიგონეს ახალი წელი და ეს დღესასწაულები, რომ ადამიანებს უფრო გაუადვილდეთ რაღაც ახლის დაწყება. არა და სინამდვილეში ყოველი დღე ახალია და ჩვენ ყოველ დღე გვაქვს საშუალება, რომ ხელახლა დავიწყოთ ცხოვრება. მე საკეთ გადმოვდებ. ეს პატარა ბაჭიებიც თქვენთვის და მოდით დავიწყოთ მაშინ ესეთი გაშლა პირველ რიგში. ნახოთ თუ ვიზე იქნება ეს გაშლა. ადამიანზე ვის ეხება ეს გაშლა? ეს გაშლა ეხება დამოუკიდებელ ადამიანს, რომელიც აბსოლუტურად თვითონ განაგებს თავის ცხოვრებას, ხედ? თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, არის მისი ცხოვრების განმკარგავი, სრული ბატონ-პატრონი, არავინ არ ერევა მის გადაწყვეტილებებში. ეს ადამიანი არის პიროვნება, ქალბატონი მამაკაცი არ აქვს ამას მნიშვნელობა, რომელიც თანაბრად ფლობს ცხოვრების ნებისმიერი მიმართულებით ყველა სფეროს. ძალიან წარმატებულ ადამიანს ეხება ეს გაშლა, რომელიც ერთი შეხედვით ბედნიერი უნდა იყოს, მაგრამ რატომღაც არ არის ბედნიერი? და ჩვენ აი ამ გაშლაში ვნახავთ, თუ რა ენერგიებში იქნება ეს ადამიანი თებერვლის თვეში, რა ელოდება მას და რა აკლია იმისათვის, რომ მისი
ბედი, მისი სიყვარული, მისი სასიყვარულო სფერო, მისი პროფესიული სფერო თუ სხვა და სხვა, ანუ ამას გაშლა გვიჩვენებს, რა თქმა უნდა, რეალისტეს. ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე, მათ შორის გრძნობების სფეროდან ძალიან ბევრი აიღო საკუთარ თავზე და ახლა სურს რომ გაიგოს რატომ ხდება ის ცხოვრებაში მოვლენები ისე როგორც ხდება და რა უშლის ხელს მას ნამდვილად იყოს ბედნიერი და ესე თქვათ თვითკმარი და რა აბრკოლებს აი ამ გზაზე. ეს ადამიანი თქვენ, ანუ ვინც უსმენთ ახლა ამ გაშლას, ბრძანდებით ისეთ ენერგიებში, რომ როდესაც თქვენ არ აძლევთ სხვას უფლებას, რომ გაინაწილოს თქვენთან ერთად პასუხისმგებლობები, გარკვეული ცხოვრებისეული სიმძიმეები, ხო, ყოველდღიურობა, რუტინა. თქვენ გსურთ ყველაფერი თქვენით. Ну, რა თქმა უნდა, აქ არ გულისხმობ იმას, რომ შესაძლოა ახდენდეთ დელეგირებას სხვებზე, მაგრამ მე ვსაუბრობ თუ კი ქალბატონი ბრძანდებით ან მამაკაცი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. თუ ქალბატონი ბრძანდებით, თქვენ აი სწორედ აი მამაკაცურ ენერგიებში ხართ, როდესაც თქვენ თვითონ აკეთებთ ყველაფერს, არ აძლევთ არავის უფლებას, რომ დაგეხმარონ. პრინციპში არც გიყვართ დახმარების თხოვნა. არც გიყვართ, უბრალოდ თქვენ როგორც გადაწყვეტ, ისე გსურთ, რომ იყოს ყველაფერი და ისე გსურთ, რომ განაგოთ ნებისმიერი თემები. აქედან გამომდინარე, ქალბატონები, ხა თუ მამაკაცები მისმენთ, თქვენ ხართ მამაკაცი, რომელიც ყველაფერი გაქვთ იმისთვის, რომ ვიყოთ ბედნიერი, მაგრამ მაინც თითქოს თავს იჩვენებთ, იკატუნებთ, რომ ხართ ძლიერი. ნუ სინამდვილეში თქვენი ქვეცნობიერი შესაძლებელია ამბობდეს იმას, რომ სინამდვილეში არ გსურთ ესე, ხანდახან გსურთ, რომ მოდუნდეთ, რომ არ იყოთ ისეთი ხისტი, როგორიც ხართ სინამდვილეში, ხო? სინამდვილეში არა, ნუ აი ცხოვრებისეულად, ხო? სხვების დასანახად საზოგადოების თვალში. ხანდახან გსურთ ხოლმე, რომ რაღაცა ცოტა ბავშვურ ენერგიებშიც გადახვიდეთ, კარგი გაგებით. ანუ გრძნობებიც გამოხატოთ. თქვენ რატომღაც თავს იკავებთ და აკავებთ, აი ახშობთ ამ გრძნობებს თქვენში. კარგით, დავიწყოთ, მოდი ჩვენ უკვე გავიგეთ თუ ვიზეა ეს გაშლა და ეხლა შევუდგეთ საქმეს. ნახოთ პირველ რიგში. უახლოესი წარსული ენერგია ვნახოთ აქა. არ ვიცი ზემოდან რატო ავიღე კარტი, მაგრამ რაღაცა ეგრე მომინდა. მე ცხადია აქ წესით თქვენ პირად სესიაზე ადამიანი თუ რა თქმა უნდა ოფლაინ ხდება, ანუ ადგილზე ხდება სესია, თავად ირჩევს არკანებს, მაგრამ რადგან ონლაინ ვატარებ, რადგან ის საჯარო გაშლაა და მე ძირითადად ონლაინ ვატარებ ჩემს კონსულტაციას, აქ რა თქმა უნდა თქვენის ნებართვით მე ვიღებ არკანებს. მოკლედ, უახლოესი წარსული, როგორი იყო? ახლა როგორ ენერგიებში ბრძანდებით, ნახოთ ზოგადი ენერგიები. აქეთ ვნახოთ, მოდით სამსახურში რა ხდება, საქმიანობის მხრივ.
აკეთებთ იმ საქმეს, რომელიც გიყვართ თუ არა. აქ ვნახოთ სასიყვარულო ამბები, როგორი გვაქვს პირადი ურთიერთობები, პირადი თემები, ურთიერთობები. აქ ვნახოთ კიდევ ფინანსები, ფინანსებში რა ხდება, როგორი ნაკადები მოძრაობს, რა ხდება ზოგადად და რა დაგვიშავა ასევე რა თქმა უნდა ჯანმრთელობამ, ხო? აუცილებლად. ამის გარეშე ესეთი ვრცელი საჯარო გაშლა, ჯანმრთელობა, არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალური ჯანმრთელობაც. მოდი ორივე კარტი ამოვიდა და იყოს 4 ცალი კარტი, არა აქვს მნიშვნელობა. და აქეთ იქნება მოკლედ მენტალური, ფიზიკური ჯანმრთელობა. და სულ ბოლოს აი ერთ არკანს დავდებ აქ, აი ზოგადი გამოსავალი, რჩევა. ნახოთ უახლოესი წარსული. სამივეს გადმოვატრიალებ, არ დავიწყებ. ხო. ზოგადი ენერგია რა უახლოეს წარსულში რა ენერგიებში იყავით. უახლოეს წარსულში თქვენ გქონდათ შესაძლოა გარკვეული ტიპის გაურკვევლობაში იყავით სხვათა შორის. ძალიან დიდი შანსია, რომ აქ დანიშნული იყავით და უეცრად მოხდა გადაწყვეტილების შეცვლა. აი უეცრად მოხდა ცვლილება, ან თქვენმა საცოლემ მიგატოვათ, ან პირიქით თუ ქალბატონი ბრძანდებით, რაღაცა მოხდა ისეთი, რომელმაც შეაფერხა თქვენი ერთად ყოფნა. შესაძლებელია ასევე აქ ადგილი ჰქონდეს, რომ სამსახურში ელოდებოდით რაღაცას დაწინაურებას. ან დაწინაურებას, ან სამსახურში აყვანას, ან გარკვეულწილად ბონუს, რაღაცა ჯილდოს ელოდებოდით და ეს ჯილდო თქვენ ვერ მიიღეთ. რა ესეთი მესიჯი მომდის ახლა ამ წამს ამ გაშლიდან. აი აქ იმედგაცრუება იყო ცალსახად. იყო რაღაცა მომენტი, დაპაუზებული მომენტი და გაურკვევლობა. უახლოეს წარსულში, დეკემბრის თვე ავიღოთ, ან ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, ხო? არ გვინდა ძალიან შორს წასვლა. ტაროს არ უყვარს დროში და სივრცეში შორს წასვლა. შესაძლებელია აქ ასევე ვერ მიიღეთ გადაწყვეტილება, ნახეთ წარსულში, რომ თანხა რაღაცაში დაგევანდებინათ. ვერ მიიღეთ გადაწყვეტილება, დაგეწყოთ თუ არა საკუთარი ბიზნესი. ვერ მიიღეთ გადაწყვეტილება, შეგექმნათ თუ არა ოჯახი, შეიძლება ესეც იყოს. ვერ მიიღეთ გადაწყვეტილება, ვერ წახვედით რისკზე და ამას განიცდით აი ახლა. ეს არის უახლოესი წარსული. მოდით ვნახოთ აი ახლა ამჟამად რა ენერგიებში ბრძანდებით. აქ ცხადია, აქ არის თქვენი ქვეცნობიერი ძალიან ასე თქვათ ცხადად გესაუბრებად და შესაძლოა თქვენ გქონდეთ გაწუხებდეთ უძილობა, შფოთვა, დეპრესიაც, რა თქმა უნდა, აი პირდაპირ დეპრესიაც, ოღონდ ახლა მინდა გითხრათ ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მინდა რომ ჩემგან მოისმინოთ. გაუძალიანდებით დეპრესიას, შეეწინააღმდეგებით ამ პერიოდს. აი ეს პერიოდი, რა პერიოდშიც თქვენ ახლა იმყოფებით, თქვენ ასეთი შემდგარი წარმატებული, ხო? ასეთი
decisive როგორ არის ქართულად ასეთი მტკიცე და ესე ვთქვათ ესეთი მკაცრი თქვენ გადაწყვეტილებებში მტკიცე, პრინციპს მედეგი, მედეგი ეს თქვენს გადაწყვეტილებებში რაღაც ისეთი მოხდა თქვენს ცხოვრებაში, ან შესაძლებელია არ მოხდა უბრალოდ დრომ და რაღაც გარემოებებმა უკვე იმასაკამდე მიგიყვანათ, როდესაც უკვე თქვენი ქვეცნობიერი გეუბნებათ, რომ იქ არ ხართ, სადაც უნდა იყოთ და ამას მოაქვს დიდი გაუგებრობა, დიდი დეპრესიული პერიოდი, შფოთვა, უძილობა, რაღაცა ემოციური გამოფიტვა და ვერც ხსნით ეს საიდან არის გამოწვეული და მე თქვენ რო გითხარით, უნდა გირჩიოთ თქო. რჩევის სახით მინდა გითხრათ, რომ შეეწინააღმდეგებით ამ პერიოდს, იმიტომ რომ ეს პერიოდი აუცილებლად გასავლელი გაქვთ. აუცილებელია დეპრესიის ფაზის გავლა, რატომ? იმიტომ რომ ზუსტად მივხვდეთ რაზე გვესაუბრება ქვეცნობიერი. ხო, რა ჩანს დღის სინათლეზე და რა არ ჩანს. სად ვართ და საითკენ უნდა ვიაროთ, ხო? და ამ გზაზე ვინ არის ჩვენი მხარდამჭერი და ვინ პირიქით ხელის შემშლელი. ან რა არის მხარდამჭერი, ან და რა ხელის შემშლელი ადამიანებზე რომ არ ვისაუბროთ. და ასევე თქვენ ახლა ამჟამად კონფლიქტის პირობებში ხართ. კონფლიქტის აქ რომ გითხარით, შესაძლოა ქორწინების განშორებას ქონოდა ადგილი, თქო, თქვენ დანიშნული ბრძანდებოდით და თქვათ მე რაღაც მოხდა და დაიშალეთ. აქ დიდი შანსია, რომ თქვენ დაიშალეთ კონკრეტ რაღაც გარკვეული კონფლიქტის ფონზე და არა მეგობრულად. და თქვენ ვერ ხვდებით ახლა ეს სწორედ ეს დეპრესია გამოწვეულია ქვეცნობიერთან ჭიდილით, ვერ ხვდებით რატომ მოხდა ეს, რატომ ესეთი კონფლიქტი, რა გააკეთეთ ისეთი, რამაც განაპირობა ასეთი კონფლიქტური სიტუაციის შექმნა. და ცხადია, ჩვენი ურთიერთობები გადაჯაჭვულია, ჩვენი ცხოვრებისეული პირადი ურთიერთობები გადაჯაჭვულია ზოგადად ჩვენს სოციუმში რეალიზაციასთან, ხო, ვართ ბედნიერი? პირად ცხოვრებაში, მაშინ ავტომატურად თუ ეს ნამდვილი ბედნიერება ჭეშმარიტი გრძნობა, მაშინ ავტომატურად რეალიზებულნი ვართ როგორც სოციალური არსებები. არ ვართ პირად ურთიერთობებში. არ მაქვს საუბარი მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობებში. ზოგად ურთიერთობებში არ ვართ რეალიზებულნი და შემდგარნი და თვითკმარნი, მაშინ პირად დანიშნულებაზეც, პროფესიულადაც, საქმიანობის მხრივაც არ გვაქვს წარმატება. და ახლა შესაძლოა თქვენ სწორედ ამ ჭიდილშიც იმყოფებოდეთ, რომ გარდა პირადი ცხოვრებისა, ხო, სასიყვარულო ურთიერთობაზე, თქვენ შესაძლოა ასევე ეჭქვეშ დააყენოთ ის საქმიანობა და ის პროფესია და ის სამსახური, სადაც თქვენ აქამდე მუშაობდით ესეთი წარმატებით, ხო, ხელა წარმატებას მიაღწიეთ, გახდით მენეჯერი, ლიდერი, იკავებდით გარკვეულწილად პოზიციას და ახლა ეს კონფლიქტი არის თქვენში, შინაგანი კონფლიქტი გაქვთ, რომ ვარ კი მე იქ, სადაც უნდა ვიყო. და შემდეგი პოზიცია, ესე ბუნებრივად დაემთხვა, რომ არის პირადი დანიშნულება. და პირად დანიშნულებაში პრინციპში ამოვიდა ის, რომ მზრუნველი მამის ენერგია. ეს არის მზრუნველი მამის ენერგია. ცხადია, აქ ქალბატონებსაც გულისხმობთ, რადგან ეს საჯარო გაშლა და როგორც თავში აღვნიშნე, ყველა ადამიანს შეუძლია მოусმინოს ამას. თქვენ გაკლიათ მზრუნველობა თქვენი თანამშრომლების მიმართ.
თქვენი დაქვემდებარებულების მიმართ. და ასევე ან არ ხართ ისეთ სფეროში, რომელიც გულისხმობს სხვებზე ზრუნვას. და აუცილებელია თქვენი საქმიანობა შეცვალოთ იმდაგვარად და სფერო, რომელსაც ხელს მოკიდებთ, იყოს ისეთი სფერო, რომელიც დააკავშირებული იქნება ეგოს დათრგუნვაზე, პირადი ინტერესის უკანა პლანზე გადაწევაზე და სხვებზე ზრუნვაზე. ხო, აი, თქვენ უნდა გაიხაროთ სხვების ბედნიერებით და აქ მატერიალური ფულის ნაკადი, ანუ მატერიის ნაკადი, ის სწორედ ამაშია გასაღები. თუ თქვენ ხართ ისეთი საქმიანობით ახლა დაკავებული, რომელიც მხოლოდ პირთა გარკვეულ ვიწრო წრეს ემსახურება და აი ეგო მდგომარეობებს უფრო მეტად აღვივებს, ადიდებს, აფართოებს, ხო, უფრო მეტად ესე ვთქვათ, ახალისებს, მაშინ სწორედ პირადი დანიშნულება გაქვთ შესაძლებელი, ანუ პირადი მისია თქვენი არის გამოსაცვლელი, ანუ იქ არ ხართ, სადაც უნდა იყოთ. და თუ ამას გადავთარგმნით პირად ცხოვრებაზე, მაშინ თქვენ გიჭირთ გრძნობების გამოხატვა. გიჭირთ და გრძნობა უნდა გამოხატოთ. პირველ რიგში გული უნდა ჩართოთ. გული უნდა ჩართოთ იმისათვის, მხოლოდ ცოდნა არ კმარა. მხოლოდ ცოდნით, პროფესიონალიზმით არა. სადაც ირთვება გრძნობა, ემოცია, გული, გარკვეულწილად ანალიზი წარსულიდან გამომდინარე ანალიზი და ამ ანალიზიდან გამომდინარე მომავლის დაგეგმვა და სადაც ხდება მიძღვნა საკუთარი თავის სხვებისთვის, არა მარტო საკუთარი კარიერისთვის, ოჯახისთვის, არ ვიცი რაღაც სახლის შეძენისთვის, ბინის შეძენისთვის, მანქანის შეძენისთვის, არამედ როდესაც ხდება მიძღვნა რაღაცა მაღალი იდეისადმი, რომელიც ემსახურება ადამიანების კეთილდღეობას, ან ზოგადად კეთილდღეობას, ხო? გარემოს კეთილდღეობას, არ ვიცი, სხვებზე ზრუნვას, ცხოველებზე ზრუნვას, ადამიანებზე ზრუნვას, ზოგადად გარემოზე ზრუნვას, ხო? ბავშვებზე ზრუნვას, მაშინ აქ ყველაფერი იცვლება. პირადში რა ხდება? აჰა, პირადში თქვენ ხართ პირად ურთიერთობებში თქვენ ბრძანდებით თითქმის მისიონერის როლში, მაგრამ ძალიან არასტაბილურია თქვენი პირადი ცხოვრება. ძალიან არასტაბილურია. თითოეული ურთიერთობა, რაშიც შედიხართ, ამ ურთიერთობას შეყავხართ ჩიხში და არ არის მდგრადი ეს ურთიერთობები. მე მინდა გითხრათ, რომ აქ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ურთიერთობას რაიმეს გამორჩენის მიზნით. ხო, აი, როცა წინასწარ გეგმავ, რომ აი მე ახლა ბიჭს შევიყვარებ, ან მე ამ გოგოს, ამ ქალბატონს შევიყვარებ, იმისათვის, რომ კონდეს ესეთი ცხოვრება. და აი ამ დაგეგმვას, ან თქვენ ბრძანდებით მამაკაცი, ხო, და ირჩევთ ქალბატონს კონკრეტული კრიტერიუმებით. არა გრძნობით და ქიმიით და აი ამ ბედის წერით, ხო, აი გრძნობით არა. არამედ კონკრეტული გეგმით მიდიხართ, ასეთ ურთიერთობას შეყავხართ ჩიხში.
და სწორედ ესეთია ახლა თქვენი პირადი ურთიერთობა, პირადი ცხოვრება. და აქ ერთგულების თემებიც ცოტა ეჭქვეშ დგას, ანუ შესაძლოა რომ თქვენ ასევე ერთდროულად გქონდეთ რამდენიმე ურთიერთობა. ესეც არ არის გამორიცხული. აი, რო ეპრანჭებიან ხოლმე რამდენიმეს ერთდროულად. რაც შეეხება ფინანსებს. ფინანსებშიც ნახეთ რაღაცნაირი შებოჭილობა არის აქ ფინანსებში. არიცით საიდკენ აქამდე რაც გაგიკეთებიათ თითქმის ყველაფერი აქ შესაძლებელია ბანკროტთანაც გქონდეს საქმე. სრულ გაკოტრებასთან გქონდეს საქმე. შესაძლებელია თქვენ აქ იყავით ქორწინებაში, რომელიც დაინგრა და თქვენმა მეუღლემ, ყოფილმა მეუღლემ ფაქტიურად ყველაფერი წაიღო, რაც წასაღები ქონება და თქვენ დაგტოვათ აი ესე სულ გაურკვევლობაში. მაგრამ აი აქ სწორედ აი ეს, როდესაც თქვენ ბოლომდე ჩახსნით აი ამ დამოკიდებულებას ფინანსებზე, ფულთან დამოკიდებულებას, ხო, რომ აი ამ ჩაბღაუჭების მომენტს სწორედ მაშინ მოდის ჯილდო. როდესაც ბოლომდე დაუთმობთ მას ყველაფერს, რაც მას ეკუთვნის, აი სწორედ მაშინ მოდის ჯილდო. და ეს ჯილდო არის უეცარი, უცაბედი. მაშინ იხსნება თქვენთვის ახალი კარი. ახალი კარი, ახალ რეალობაში, ახალ საქმიანობაში, ახალ ურთიერთობაში. თქვენ ეხლა დაბნეული ბრძანდებით. თქვენ ეხლა ფაქტიურად ხართ აი stand-by რო არის, ხო, აი რაღაცა პაუზის რეჟიმში ფინანსებთან მიმართებაში. მაგრამ ნუ იფიქრებთ ამ წარსულზე. წარსულში ეს ვალი გქონდათ თუ რაც გქონდათ ეს დაივიწყეთ, გაუშვით და გელოდებათ ღმერთი მაღალი ძალები ამ დაგაჯილდოვებთ. თუ თქვენ გაუშვებთ საბოლოოდ იმას, რაც უკვე თქვენი აღარ არის. იმას, რაც უკვე ამოწურეთ, ნახეთ, სრულიად ამოწურეთ, სრულიად გამოიფიტეთ, სრულიად მიუძღვენით თავი. და ეხლა დასახური გაქვთ ეს ფაზა თქვენი ცხოვრების. და მოდის ჯილდო. აქეთ. ნახოთ ჯანმრთელობა, სადაც 4 არკანი ამოვიდა 3-ის ნაცვლად. ეს იყო შუაში. კი ბატონო. ეს იყო აქეთ, ხო, hanged man, დაკიდული კაცი, ჩემი უსაყვარლესი არკანია. და აქეთ ანუ აი ჯანმრთელობის კუთხით მენტალურ, ნახეთ, გეუბნებიან ადამიანები, რომ ძვირფასო, მეგობარო, ქალბატონო თუ ბატონო, არ ვიცი თქვენი სახელი. წადით ფსიქოლოგთან, იმკურნალეთ, განიკურნეთ, წადით ριტრიტზე, წადით მიხედეთ თავს. მაგრამ თქვენ მაინც აი ჯიუტად აი ჯიქურ რაღაცას ელოდებით, ვიღაცას რაღაცას ელოდებით, რომ აი შესაძლებელია ელოდებით წარსულ პარტნიორს, რომ აი გამოჩდება და არეკავს რასიზმს. არ გინდათ მიღება იმ დახმარების, რომლებსაც თქვენი მეგობრები, შესაძლებელია სრულიად უცხო ადამიანები გთავაზობენ და ისევ აი თქვენ ესე ვთქვათ, ჯინაზე თუ აი არ ვიცი, ისევ თქვენთვის მუშაობთ ისე, რომ აი მექანიკურად დადიხართ სამსახურში, რომელიც არ მოგწონთ. მაშინ, როცა თქვენ ჯანმრთელობის არკანები გეუბნებიან, რომ
აუცილებელია ფსიქოლოგის კონსულტაცია. აუცილებელია ფსიქიკასთან მუშაობა. აუცილებელია ქვეცნობიერში ჩასვლა და ქვეცნობიერში მუშაობა. აუცილებელია ბავშვობის ტრავმების დამუშავება და აუცილებელია შინაგან ბავშვთან კონტაქტის დამყარება. და ბოლოს რჩევის სახით განულების არკანი წამოვიდა. ჩემო ძვირფასო მსმენელებო, გამომწერებო, ნაყურებლებო, ვინც მისმენთ, რჩევა ტაროსგან, რაიდერ ვეითის ტაროსგან. განულება დაივიწყეთ და აი ესეთი სილაღით დაიწყეთ ახალი ცხოვრება. ნუ ეჭიდებით, გაუშვით წარსულში, დატოვეთ ის, რაც არის წარსულში დასატოვებელი. და აი ესეთი უდარდელობით, the fool, ხო? სულელის არკანი. ერთგულ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ზუსტად იცით, რომ თქვენთან იქნებიან. ან შესაძლებელია უბრალოდ იდეა, ერთგულების იდეა. ან ადამიანი, რომელიც იყო თქვენი ერთგული, თქვათ, და გარდაიცვალა, უბრალოდ მისი სიახლოვის იდეასთან ერთად, ერთგულების იდეასთან ერთად, ყვავილით ხელში, სრული განახლება და არანაირი ბარგი აღარ გაქვთ, ხო, წელგამართული ხართ. მიდიხართ, იმოგზაურეთ, განულდით, განახლდით, იარეთ ფსიქოლოგთან, დაიხმარეთ, მიიღეთ დახმარება, როდესაც ადამიანები გთავაზობენ დახმარებას, მიიღეთ ეს დახმარება. ეს არის რაც მინდოდა მეთქვა, ჩემო ძვირფასებო. შეგახსენებთ, რომ ჩემი კონსულტაცია ტარდება ონლაინ. დამიკავშირდით სურვილის შემთხვევაში და აღწერაში მითითებულ ნომერზე და ჩავნიშნოთ სესია და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები თქვენთან და ვიმუშაოთ თქვენს სიტუაციაზე. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო, გაუზიარეთ მეგობრებს, რომ ეს ინფორმაცია სხვებმაც მოისმინონ. გემშვიდობებით, სიყვარულით, მომავალ შეხვედრამდე.